მოგესალმებით. უკანასკნელი დღეების მანძილზე დიუშენის კუნთოვანი დიაგნოზის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, თუ რაოდენ მოშლილი და დეჰუმანიზებულია სახელმწიფო ინსტიტუცია, რომლის უმთავრეს მოვალეობასაც ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა, მით უმეტეს ბავშვთა სიცოცხლეზე ზრუნვა უნდა წარმოადგენდეს. ბავშვთა ჯანმრთელობა არის ფუნდამენტური უფლება, ეს არ არის პრივილეგია, რომელიც საქართველოში ყოველდღიურად ირღვევა. რისი ნათელი მაგალითიცაა ჯანდაცვის სერვისების ორგანიზებულობის, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობისა და მძიმე დაავადებების მართვის საკითხი, რომლის განვითარების პირობაც ქართულმა ოცნებამ არაერთხელ დადო, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი ბავშვი ოჯახებთან ერთად სწორედ სიცოცხლის გადასარჩენად ემიგრირებს სხვა ქვეყნებში. ამ მაგალითზე ძალიან ნათლად ჩანს, რომ ქვეყნის დასავლეთისგან იზოლაცია უდრის ჩვენი ბავშვებისთვის დასავლურ მედიცინაზე და ფინანსებზე წვდომის შეზღუდვას, რადგან იმისთვის, რომ არა მხოლოდ იშვიათი, არამედ ზოგადად სხვა დიაგნოზების მქონე ბავშვების ჯანმრთელობის პრობლემები სისტემურად გადაწყდეს. საჭიროა საერთაშორისო პარტნიორობა. ამავდროულად რთულია ვისაუბროთ მაღალტექნოლოგიურ მედიცინაზე, მაშინ, როდესაც იუნისეფის გასული წლის დასკვნის მიხედვით, საქართველოში ბავშვების თითქმის მეოთხედი ფეკალიებით დაბინძურებულ წყალს სვამს, მათ შორის ბაღებსა და სკოლებში, რასაც ადასტურებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უკანასკნელი მონაცემებიც. სწორედ იმ ბაღებსა და სკოლებში, რომლის რეაბილიტაციისა და მშენებლობის თანხასაც იპარავს მიტაცებული ხელისუფლება და მიმართავს საკუთარი ჯიბეებისკენ, მაგრამ რატომღაც მკურნალობის და დაავადების მართვისთვის საჭირო თანხავს ვერ პოულობს. საჭიროა კონკრეტული ქმედება მრავალი მიმართულებით, რაც ქართული ოცნების პირობებში შეუძლებელია, მაგრამ ალიანსს აქვს კონკრეტული ხედვები და გზები ამ პრობლემების გადაჭრის. შესაბამისად, ის უნდა იქცეს რეალურ პოლიტიკად და ყოველდღიურ პრაქტიკად, რაც წარმოადგენს კიდეც სწორედ ალიანსის ხედვას. საქმე იმაშია, რომ ავტოკრატიული რეჟიმის, როგორც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმია, ახასიათებს ყველაზე მოწყვლადების, ყველაზე უმწევების ჩაგვრა და ბავშვები მოგეხსენება და არიან სხვებზე უმწევები და ეს არ არის. დიუშენი უბრალოდ ნათელი მაგალითია იმის, თუ რამდენად ჩაგრავს რეჟიმი ბავშვებს, მაგრამ არსებობს კიდე სხვა შემთხვევებიც, გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ანგარიში, რომლის მიხედვითაც 170 ბავშვი 25 წელს გახდა პედოფილის მსხვერპლი. საქართველოში მძვინვარებს სისტემური პედოფილია. 170 შემთხვევა არის აისბერგის წვერი, იმიტომ რომ პედოფილური დანაშაული ზოგადად იმალება. პრობლემა იმაშია, რომ ხელისუფლება და რეჟიმი ნაცვლად იმისა, რომ რეალურ პრობლემებს გასდევდეს, ის დაკავებულია მშვიდობიანი დემონსტრანტების დაჭერით ემაზე, რა ქვია, ტროტუარებზე, მაშინ, როდესაც 12 წლის ბავშვის გამოუპატიურებელმა შეიძლება საპროცესო შეთანხმებით დატოვოს საპატიმრო, ისე რომ ძალიან ცოტა დრო გაატაროს შიგნით. რეალურად ეს არის ავტოკრატიის პრობლემა, სისტემური ცვლილების გარეშე ამას ვერ მოევლება, ამისი დასტურია განათლების სისტემა, სადაც ჩვენ ყავს მასწავლებლები, რომლებიც თვითონ არიან წნეხის ქვეშ და თავიანთ საგანში კვალიფიკაცია კი არ მოეთხოვებათ, არამედ რეჟიმის ტროლობა მოეთხოვებათ. ამის შედეგად ვიღებთ იმას, რომ 500,000 ბავშვზე მეტი იღებს უხარისხო განათლებას საჯარო სკოლებში, ამის შედეგად ვიღებთ გაზრდილ კრიმინალს, იმიტომ რომ ეს ბავშვები თვითდამკვიდრებას შემდეგ უკვე ტრადიციულ კრიმინალურ სტრუქტურებში ან ნეონაცისტურ დაჯგუფებებში ეძებენ და ვერც იშვიათი დაავადებების, ვერც პედოფილის და ვერც ბავშვთა დანაშაულის პრობლემა ვერ მოგვარდება ამ რეჟიმის პირობებში. ამ რეჟიმის ცვლილება საჭიროა იმისთვის, რომ 400,000 ბავშვმა, რომელიც დღეს სოციალურად დაუცველია, იპოვოს შვება, იმ ბავშვებმა, რომლებიც იშვიათი დაავადებებით არიან დაავადებულები, იპოვონ შვება, ამას სჭირდება რეჟიმის ცვლილება. ამ რეჟიმის პირობებში ეს შეუძლებელია. ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური საკითხი ქვეყანაში არის სიღარიბე და ეს პირველ რიგში ეხება ბავშვებს. სიღარიბის მაჩვენებლები კვლავ არის ძალიან მაღალი. 390,000-ზე მეტი ბავშვი არის რეგისტრირებული სოციალური დაცვის ბაზაში და აქედან 270,000 იღებს გარკვეულ შემწეობას. ეს რას ნიშნავს ეს ციფრები, რომ ეს ბავშვები პრაქტიკულად სიღარიბეში ცხოვრობენ, აქ არის მრავალგანზომიანი სიღარიბეც, არის კონკრეტულად აბსოლუტური სიღარიბეც და ჩვენ ვხედავთ ამას, ჩვენ ვხედავთ რა რთულ მდგომარეობაში არიან ოჯახები, მაშინ როცა ფასები იზრდება, მაშინ როცა ჩვენ ვხედავთ რომ საბიუჯეტო თანხებიდან მილიონები, ასეული მილიონები იფლანგება და ილეკება სწორედ ოლიგარქიული სისტემის წარმომადგენლების და მესეურების ჯიბეებში და ეს ყველაფერი ქმნის ძალიან მძიმე ვითარებას ემიგრაციის თვალსაზრისით. ეს ქმნის უმძიმეს ვითარებას დემოგრაფიის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. სიღარიბე არის ავადობის საფუძველი განსაკუთრებით ბავშვებში
და ჩვენ გვაქვს ამის ციფრები, ეს ოფიციალური სტატისტიკაა 500,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა 3 წლის განმავლობაში საქართველოს, აქედან დაახლოებით 20% ბავშვები არიან. დემოგრაფიული ყველაზე მძიმე ვითარებაა ბოლო აი ამ 10 წლების განმავლობაში, როცა დაიბადა დაახლოებით 18,000 ბავშვი და 10-12 წლის წინ ეს 60,000-მდე იყო. აი წარმოიდგინეთ, როგორი ვარდნაა და ამის საფუძველი სწორედ არის ის ვითარება, რომელიც არის ქვეყანაში მაშინ, როდესაც ევროპულ დახმარებაზე ვარი ითქმება, მაშინ, როდესაც ევროპასთან და დასავლეთთან იზოლაცია ხდება, როდესაც არის მაღალი დონის კორუფცია და ჩვენ ხედავთ უამრავ ასეთ მაგალითს, ხო? რა თქმა უნდა, აქ ძალიან რთულია ელაპარაკო პრობლემის მოგვარებას და პრობლემის მოგვარება არის ცვლილებებში. სწორედ ამ რეჟიმის, ამ სისტემის დემონტაჟში მშვიდობიანად დემოკრატიულად და ამ მხრივ ყველა ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ მათი ინტერესი ძალიან მნიშვნელოვანი საცოცხლო ინტერესია სწორედ ეს ცვლილებები, დემოკრატიული ხელისუფლება, ამიტომ ვამბობ ჩვენ, რომ ყველა ადამიანი ბევრი უნდა იყოს ჩართული ამ საქმეში და მათ შორის აი 26 მაისის შეკრებაც უნდა იყოს ძალიან მრავალრიცხოვანი იმისათვის, რომ ამ სისტემას ხელმძღვანელებმა კარგად გაიგონ ხალხის ხმა, რა უნდა ხალხს, როგორი ტიპის ცვლილებები უნდა და რომ მხოლოდ დემოკრატიული ხელისუფლება, არა ავტოკრატიული და ოლიგარქიული შეძლებს აი ამ ურთულესი პრობლემების მოგვარებას, გამკვლევებას და ალიანსს აქვს ძალიან კარგი და სწორი ხედვა ყველაფრის.